შენი და აკურთხეს სამგზებელი შენი ოლადვე აზგამარადი და უკუნითი უკუნისამდე დამაღა ყოლადუ საუნდელოესა რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტსა ათანასეს და ყოლადუ საუნდელოესა ცურტავის ეპისკოპოსსა იოანეს და ყოველსა ერთსა შენსა რამეთუ ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭისრული ზეგარდა მოარშთა მომავალი შენ მიერ მამისაგან ნაკლისა და შენ და დიდებასა და მადლობასა და თაყვანისცემასა აღვავლე მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აც და მარადის და უკუნითი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ამ ტადის დღესასწაულს თავარანგელოს მიქაელის ტადას და ტადის მრევლს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ეტყობა კრება თავარანგელოს მიქაელისა ყოველთა ზეციურთა ძალთა რას ნიშნავს ეს კრება და რა ჩვენიცით არის ნათლისღების შემდეგ იონათლისმცემლის კრება, ხარების შემდეგ თავარანგელოს გაბრიელის კრება, პეტრე-პავლობის შემდეგ მოციქულთა კრება 12 მოციქული ხსენება. ეს არის საგანგებო ესეთი დღესასწაულები, რომელიც ეკლესია დააწესა. რადგანაც ამა თუ იმ წმინდანს, წინასწარმეტყველს, მოციქულს, ზეციურ ძალებს რომელიმე ერთ მათგანს იმ დღეს აქ მისი ხსენების დღეს არის გარკვეული პატივი სხვებთან შედარებით. აი ისე როგორც ადამიანები ხოლმე, ყველანი ვართ ადამიანი, მაგრამ ვიღაცას აქვს დაბადების დღე და ყველა მის გარშემო მოიკრიბება და ულოცავს და უპირატესი ვისაც დაბადების დღეა, ხო? ყველანი თანასწორნი ვართ, მაგრამ იმ დღეს მისი დღე არის. აი ასე დადგენილი ეს დღესასწაულები კრებისა, როდესაც ნათლისღების შემდეგ უშუალო მონაწილე ნათლისღებისა, იმ დღესასწაულისა, იონათლისმცემელი უკვე მისი კრება არის მეორე დღეს და ასევე ხარების დღესასწაულის შემდეგ თავარანგელოს გაბრიელი იყო მახარებელი ყოველწლინა ღვთისმშობლისა და ხარების შემდგომ ხსენება ხდება აი ამ თავარანგელოს გაბრიელის კრებისა. დღეს არის კრება ზეციურ ძალთათა რომელიც იკრიბებიან თავარანგელოს მიქაელის გარშემო, რადგან ის არის ზეციურ მხედრობათა მთავარი. ასე იწოდება. თვითონ სახელი მიქაელი ნიშნავს ღმერთის მსგავსი. და ანუ განსაკუთრებული ძალმოსილებით არის ღვთისმსახურული და ვიცით რომ ხატიც ასეთი არსებობს თავარანგელოს მიქაელის მიერ ეშმაკის განდევნა. როგორც გახსოვთ უფალმა თქვა რომ მოციქულებს უთხრა, როდესაც მათ მოიარეს ქადაგებით ქვეყანა და ხარებულები მოვიდნენ და უხაროდათ რომ ბოროტის სულებიც იდევნებოდენო. ღვთის მადლით მოსულნი იყვნენ და ღვთის მადლით იდევნებოდნენ, მაგრამ უხაროდათ რომ ისინი თანამონაწილე იყვნენ და უფალმა უთხრა ეს ნუ გიხარიათ რომ აი თუ ეშმაკი უკვე გადმოგდებული აქვს ზეციდანო. და ცხადია რომ ზეციურ ძალებს ისე ემორჩილება.
და აი ამ ბრძოლაში, სწორედ წინამძღოლი ამ იყო ამ მხედრობისა, ანგელოზთა მხედრობის მთავარანგელოზი მიქაელი. ზეციურ ძალთა შექმნა ღვთის მიერ დასაბამიდან ხდება და წმინდა წელი ჩვენ გაუწევს დასაბამად ქნაღმეთმა ცა და ქვეყანა. ეს ცა ანგელოზთა დასი ზეციურ ძალთა უხილავ ძალთა სამყარო იერარქია წამის ყოფით უფალმა შექმნა. ეს ქვეყანა ნივთიერი ჩვენ ვიცით რომ 6 დღე იქნებოდა და მეშვიდე დღეს უფალმა განისვენა. რადგანაც ეს ქვეყანა ხილული და ნივთიერი დროსა და სივრცეში არის, ხოლო ზეციური სამყარო იქ არ არის დრო და სივრცე, ეს არის განსხვავებული განზომილება. იქ მარადიული ცხოვრება არის და იქ შესაბამისად ყველაფერი წამის ყოფით არის. რადგანაც ღვთის წინაშე არ არის არც წარსული, არც მომავალი, მარადიული აწყოა. აი ამ მარადიულ აწყოში წამის ყოფით შეიქმნა ზეციური ძალნი და როგორც ფსალმუნი სიტყვა გვიცხადებს ამ საიდუმლოს, სიტყვითა ღვთისათა ცანი დაენტიცეს და სულითა პირისემისათა ყოლნი ძალნი მათნი. აი ეს ცანი და ძალნი ეს ანგელოზთა დასია და სიტყვითა ღვთისათა, ანუ ყოვლადწმინდა სამების მეორე იპოსტასით ძის მიერ ცანი დაენტიცეს, ანუ ცანი რამდენიმე ცა, რაც მეტყველებს რამდენიმე იერარქიაზე ზეციურ ძალების და სულითა პირისათა ყოლნი ძალნი მათნი, ანუ სული წმინდით ყოლნი ძალნი, ყოლნი თითოეული წევრი ამ იერარქიებისა. ანუ ყოვლადწმინდა სამების მიერ შეიქმნა ზეციური მხედრობა, ზეციური ძალნი, თავისი იერარქიით, თავისი წესრიგით და შემდეგ უკვე იქმნება ადამიანი. ხო, ადამიანის შესახებ იგივე ფსალმუნი ამბობს, რომ არა მცირე დაიმე დააკელე ანგელოზებთან შედარებით. რატო? იმიტომ რომ ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა და ანგელოზით ღვთის ხატად არის შექმნილი. განსხვავება იმაშია, რომ რადგან ანგელოზი უცხეულო ზეციური ძალაა, სულიერი ძალაა, ის მარტივია. ხოლო ადამიანი ორი ბუნების არის, ხო? და ორი საწყისისგან შედგება. სული და სხეული. და ამიტომ ვამბობ, რომ ეს ხატება ღვთისა ადამიანში და ანგელოზის დაშიც მსგავსი, ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ ადამიანი არა მარტო ხატად, მსგავსათაც შეიქმნა, რომ მან აი ამ თავის ორ საწყისებრივ ბუნებაში შეძლოს სხეულის დამორჩილებას ამ ქვეყანაში, ამ დროსა და სივრცეში ყოფნისას შეძლოს ღვთის მსგავსების მიღწევა. რაში მდგომარეობს ხატება ღვთისა ჩვენში, რომ ღმერთს თავისუფალი ნება აქვს და ჩვენც მოგვანიჭა თავისუფალი ნება. ღმერთი სულია და ჩვენც მოგდა სული. ღმერთი შემოქმედია და შემოქმედის უნარი მოგდა. აი ეს არის წარუშლელი ჩვენში ღვთის ხატების ნიშნები. მაგრამ არ არის საკმარისი. ეს არის ღვთისაგან მოცემული, მაგრამ უფალმა მოგვიწოდა ჩვენ თავის მსგავსებისაგან. რაში მდგომარეობს ეს მსგავსება? ღმერთი სიყვარულია, აი სიყვარულში უნდა ჩვენ ვემსგავსოთ უფალს. ღმერთი მოწყალეა, მოწყალებით უნდა ვემსგავსოთ უფალს. ღმერთი სულგრძელია, სულგრძელებით უნდა ვემსგავსოთ უფალს. ღმერთი მიმტევებელია, მიმტევებებით უნდა ვემსგავსოთ უფალს. ხოლო ანგელოზები წამის ყოფით ღვთის ნების აღსრულებელნი არიან, ამიტომ ისინი უკვე იმ მსგავსებას აღწევენ და მათ უკვე ეს რთული გზა არ ჭირდებათ ის, რომელიც ადამიანს ჭირდება. მაგრამ რადგან ღმერთმა შექმნა ხილული და უხილავი ცა და ქვეყანა, მათ შორის კავშირია და აი ამ ორი ქმნილების საშუალებით ხდება ეს კავშირი. ზეციდან ანგელოზები უკავშირდებენ ქვეყანას და ქვეყნიდან ადამიანი უკავშირდება ზეცას. რადგან ორივე ღვთის ხატად არის შექმნილი, ორივე სულის საწყისი აქვს და ამდენად ეს კავშირი ზეცსა და ქვეყანას შორის ანგელოზთა და ადამიანთა ურთიერთობით ხდება. რომ ეს ურთიერთობა ცხადია და რეალურია, ამასაც წმინდა წელი ჩვენ მოგვითხრობს. თქვენ გახსოვთ, რომ
ჩვენი მამამთავარი აბრაამი, იაკობიც ხედავდნენ ანგელოზებს და მთავარანგელოზი მიქაელი გამოიცხადა საჯულთა ხანაში ერთ-ერთ საჯულს გედეონს და ასევე როდესაც ბაბილონის ტყვეობაში იყვნენ ებრაელები წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა მთავარანგელოზი მიქაელი სპარსეთის ანგელოზი არ უშვებდაო ებრაელებს უნდა ყოფილიყვნენ კიდე სპარსეთში და მოვიდა მთავარი მიქაელიო და გააჩერა და უთხრა საკმარისია ესენი უნდა დაბრუნდნენო თავის ქვეყანაში აი ეს შეწევნა ანგელოზთა მოწმუნე ერისადმი მოწმუნე ადამიანისადმი მრავალგზის განცხადებულია წმინდა წერილშიც საღვთო ისტორიაში და მოწმუნე ერის ცხოვრებაში ისტორიის წმინდათა ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი ამისა მთავარანგელოზი გაბრიელი ზაქარიას იონე ნათლისმცემლის და წინამორბედის მამას ეცხადება მთავარანგელოზი გაბრიელი ეცხადება ყოველწლიურად ღვთისმშობლოს ვიცით რომ მთავარანგელოზი რაფაელი უძღოდა ტობიას გზაზე და ის იყო მოგზაურთა შემწე და მფარველი იმისათვის რომ ეს ერთობა იყოს ეს ქვეყანას შორის და ადამიანება შეძლონ ეს ურთიერთობა ანგელოზთან ადამიანი ღვთისათმოდ უნდა ცხოვრობდნენ ნუ ჩვენ ხედავთ რომ მართალ ადამიანებს ეცხადება ანგელოზები ან საგანგებოდ გამორჩეული ადამიანის აი მაგალითად გედეონი როდესაც მან იხილა მთავარანგელოზი მიქაელი ჯერ არ დაიჯერა და უთხრა თუ შენ ხარ მაშინ აი რაღაც სასწაული მაჩვენეო როცა ეს სასწაული იხილა და მთავარანგელოზმა მოუწოდა იქ მტერი შემოესია ებრაელებს ავიწროებდა მათ იმონებდა ჩაგრავდა და მოუწოდა გედეონს რომ შენ უნდა განდევნო ის მტერი და გედეონმა თქვა რომ ჩვენი გვარიო ჩვენ ტომში ყველაზე მცირე რიცხოვანიაო და ჩვენ გვარში მე ყველაზე უმცროსი ვარო მე ვინ მომისმენსო და ის სწორედ ამაშია ღვთის ძალა რომ ყველაზე უმწეო გამოირჩია რომ მასზე ღვთის ძალა გამოჩნდეს როგორც პავლე მოციქული ამბობს რომ ჩვენ უძლურებაში ძალა ღვთისო გინდებაო ძლიერი როცა იმარჯვებს ეს არ არის გასაკვირი აი როცა უძლური და უმწეო იმარჯვებს ეს არის სასწაული ამიტომ უფალმა გამოირჩია გედეონი როგორც ყველაზე მცირე ყველაზე მდაბალი ნუ იმას არავინ არ დაუჯერებდა იმას თვითონ რო ეთქვა მაგრამ ღვთის ძალით და მადლით თქვა და მთავარანგელოზი მიქაელის კურთხევით მის სიტყვას ძალა ჰქონდა და ხალხი მის გარშემო გაერთიანდა და გაიმარჯვეს კიდევაც მათ მტრებზე და გახსოვთ ეს სასწაულებრივი გამარჯვება რომ ანგელოზის მიერ უფალმა უთხრა მას რომ იქ შეიკრიბა ჯარი 30,000 და უფალმა უთხრა არ გჭირდება ამდენი გაუშვიო ვისაც ოჯახები ყავს ცოლ-შვილი მისახედის ოჯახი გაუშვიო დაითხოვა ისინი კიდე რამდენიმე 1000 დარჩა და უფალმა უთხრა არც ესენი გჭირდებაო ამდენი არ გჭირდებაო რომ გაიმარჯვო და მტერი იყო 10,000-ობით იყო და შენო აქედან კიდე გამოარჩიეო რაღაც ნიშანი მისცა გახსოვთ ხო წყალი როგორ უნდა დაელია ადამიანს ხო ვინც მივა და პეშვებით შესვამსო ან მუხს მოიყრისო წყაროსთანო დაიჩოქება და პეშვით შესვამსო ის გაუშვიო და ვინცო არ დაიჩოქებსო და ისე შესვამსო ანუ ალოკავსო წყალსო ეგრევე არ დაიჩოქებსო აი ესენი წაიყვანო ესეთი აღმოჩნდა 300 კაცი და ამ 300 კაცი გედეონმა ღვთის ძალით და შეწმენით გაიმარჯვა მტერზე ასე რომ ღვთისწინაშე რიცხვს არ აქვს მნიშვნელობა თუ შეგეწია ანგელოზი მცირედით მრავალს მოერგო ესე ჩვენთვის არის ნათქვამი რომ საუკუნეების მანძილზე მცირე რიცხოვანია ჩვენი ერი და სხვა ერებთან და სახელმწიფოებთან შედარებით უძლურია და პატარაა გედეონივით მაგრამ საბოლოო ჯამში ღვთის შეწევნით ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენი გამარჯვების პირველი მთავარი პირობა არის ღმერთთან ერთობა ღვთის სათნო ყოფა ეს არის ჩვენი მისია რომ თუ ღმერთი ჩვენ ხარისზე იქნება ვინ იქნება ჩვენ წინააღმდეგ ღვთის ძალით ანგელოზთა მფარველობით
მთავარანგელოზ მიქაელის წინამძღოლობით ჩვენი ერი დღეგრძელი ყოფილიყოს, გამარჯვებული და ღვთის სიტყვის ქადაგებელი და მოწმე ღვთისასწაულისა, რომელიც დაამოწმებს მსოფლიოს წინაშე. მერთმა დამოწმოს. ამინ. It's